გადაცემის სპონსორია Village 11. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11. კორეული ხარისხი PSP-ში. გამარჯობა, მოგესალმებით ფანო შოუ, პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძვირფასო ტელემაყურებლებო. ტრადიციულად სოლიდარობით ვიწყებ გადაცემას და სოლიდარობას უცხადებ გუშინ დაკავებულ პოლიტიკოსებს ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას. ქართული ოცნება ხსნის პოლიტპატიმრების ანტირეკორდს ძვირფასო ტელემაყურებლებო. ასევე სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და ყველა სინდისის პატიმარს. ორი დღის წინ კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა შეემატა მათ რიგებს. მალე გათავისუფლებას გისურვებთ ყველას, ძვირფასო მეგობრებო. ხაბეიშვილი და ზოდელავა დააკავა სუსმა გუშინ. დაკავების მიზეზია ძალიან უცნაური. ლევან ხაბეიშვილი გედედეს თანამშრომლებსო ხალხის მხარეს გადმოსვლის სანაცვლოდ $200,000 თავაზობდაო. ძალიან უცნაური რაღაცის გამოყავთ დაკავება. რა ვიცი, 2012-ში დაპირებები მახსოვს 5 მილიონი თითო სოფელს და უფასო ფულიო და ამ დაპირების გამო კაცი არ მინახავს მე დაჭერილი ძვირფასო მეგობრებო. რაბი ამ ლოგიკით ეხლა ბიჯინასაც ეკუთვნის. რაღაცა პატარა პატიმრობა მაინც შევთავაზოთ. შევთავაზოთ უბრალოდ. კი არ დავიჭიროთ, შევთავაზოთ. ოცნებამ ასევე დააკავა საკუთარი გუნდის ყოფილი წევრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. ჯუანშერ ბურჭულაძის მერე ბიძინა ალბათ დაიჭერს ღარიბაშვილს, მერე დაიჭერს გომელაურს, ლილუაშვილს, უჩა მამაცაშვილს და ბოლოს ბიძინა ივანიშვილი დაიჭერს ბიძინა ივანიშვილს. იმის შიშით რომ თავისი თავი თვითონვე არ დაამხოს იმდენად შეშინებულები არიან. ერთი კვირის წინ ქართულმა ოცნებამ თავისივე პრეზიდენტის შეწყალებით საპატიმროდან გაათავისუფლა ოპოზიციური პარტიის ლელოს ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე იაკობ გოგებაშვილის იმიჯით. ულოცავ მათ გათავისუფლებას. ბადრისაც ველოდებოდი რაღაცა განსხვავებულად, უფრო თმებ გაზრდილი გამოსულიყო, რაღაც ცოტა კლინტ ისტუდის რაღაცა კლინტ ისტუდსო დამსგავსებოდა, მაგრამ ბატონი ბადრი მაინც არ ღალატობს თავის აკადემიურ იმიჯს. პოლიტპატიმრობა ისე ცვლის ადამიანს, მაინტერესებს სხვა პოლიტპატიმრები თუ შეიცვლიან იმიჯს. აი ნიკა მელია შეიძლება აფრიკული ნაწნავებით რომ ვიხილოთ თავისუფლებაზე, ეს იქნება ჩემთვის ძალიან საინტერესო სანახავი. აქვე მოვიკითხავ ყველას და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ვიხილავთ ყველა სინდისის პატიმარს თავისუფლებაზე. მთავრობას მინდა მივმართო. აი რო გეგონათ სულ იქნებოდით ხელისუფლებაში. ხედავთ, თურმე სად მთავრდება თქვენი ბოგინი? სად მთავრდება? ხედავთ, სად დადგა თქვენი დასასრულის დასაწყისი? რო იძახდით, რომ 2008-შიც ვიქნებით, 2010-შიც ვიქნებით, 2040-შიც ჩვენ ვიქნებით, სულ ჩვენ ვიქნებით. მოგიწიათ გაქცევა? მოგიწიათ? ნეპალის მთავრობაზე საუბრობ ახლა ამ კონკრეტულ მომენტში ძვირფასო მეგობრებო, ნეპალის მთავრობას მივმართავ. იცით ალბათ რა მოხდა ნეპალში, მოქალაქეებმა მთავრობა დაამხო, კორუმპირებული მინისტრები და ჩინოვნიკები მდინარეში ჩაყარეს, მთავრობიდან ნაწილმა თავს უშველა და გაიქცა. ნახოთ როგორ დატოვეს ნეპალელმა ჩინოვნიკებმა რეზიდენცია ძვირფასო მეგობრებო. ნახეთ რა საყვარლები არიან. ამას ეს მუსიკა მოუხდება და მოდი ეს მუსიკა დავადოთ, გაიგეთ. რა ვიცი, ახლა ჩვენც გვყავს ქართული ეს კაცო ეს მიშას დროინდელი პუმები, ეს ფრენები რამდენი ხანია დაუქოქავია, რატა ამდენი ხანი ესე დაკოგდეთ, კიდე იმუშავებს ნეტა კიდე იმუშავებს. 13 წელია უყენია კაცო და არა და რაღაცა ოქტომბრის სტიქი ამოდის. ხო შეიძლება რომ ამოიქოქოს და გავსინჯოთ რომ რა ხდება, როგორ იქნება და ასე შემდეგ. მოდი დაუბრუნდეთ ჩვენს ქვეყანას, სადაც ისევ ის მთავრობა. რამდენიმე დღის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა მელიქიშვილის გამზირზე კახიკალაძის საარჩევნო შტაბის წინ. ამ დროს შტაბიდან გამოცვიდნენ ოცნების აგრესიული ტიტუშკები და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის მონაწილეებს.
მოდი გავიხსენოთ ეს არც თუ სასიამოვნო კადრები ძვირფასო მეგობრებო. აქ კი ვხედავთ ფაქტს, რასაც საპირისპიროდ ამტკიცებს ჩინური მარგარიტა სიმონიანი. რასაკეთებ, ბიჭო? ტიტუშკა რეზინის ხელკეტი. აი ძვირფასო მეგობრებო, ესენი არიან პატრიოტი ქართული ღირებულების დამცველი ქართული ოცნების მომხრეები. ნახოთ კიდევ რამდენიმე ფოტოც, ხო ეს ფოტოების ხო ნახეთ, აი ნახეთ, ეს უკვე გადაამონტაჟეს უკვე სოციალურ ქსელებში და ამიტომ მეც ეს გავრცელდა და შესაბამისად გავუშვით ეთერში. აი ეს ჟესტები არ ვიცი ძვირფასო მეგობრებო, რაღაცა საერთო საბრძოლო რიტუალივით აქვთ. აი რაღაცა ეს ჟესტი რა მე ახლა ვერ ფიზიკურად ვერ ვაჩვენებ, იმიტომ რომ აი ნუ ჩემში არ ზის ესეთი რაღაცეების ჩვენება. ნუ ფიცის დადების დროს ყველამ ვიცით რომ გულზე იდებენ ხელს და ისე იფიცებენ და მე მაინტერესებს ოცნების აქტივისტები როგორ წევრიანდებიან პარტიაში, როგორ დებენ ფიცს. ძალიან მაინტერესებს. ოცნების ტიტუშკების ჟესტებს თუ გადავხედავთ, რა უხერხულად ჟღერს ნაწყვეტი მათივე ნამღერი ოცნების საარჩევნო ჰიმნიდან ჩემი საქართველო აქ არის. აი ამ სურათებს რა ვიცი რავი თან ეს სიმღერაც რო არის და თან ეს სურათებიც რაღაცნაირად აი ცოტა უხერხულად ჩანს. კახი მაინც გაითვალისწინე. აი ეს ამდენი მოძალადე რომლებიც სცემდნენ ქალებს პოლიციას საერთოდ არ დაუნახავს. ეგ კი არა პოლიციას რომ წყლით სავსე ბოთლები ხვდებოდა თავში, ეგეც ვერ დაინახეს. და ზოგადად მზია ამაღლობლის შემდეგ ძალიან გაუფუჭდა მხედველობა ქართულ პოლიციას და საერთოდ ეს ძალადობა კი არ იყო, ეს იყო მშვიდობიანი ძალადობა. მშვიდობიანი ძალადობა. ისე რაც დავაკვირდი, იცით, ეს წყლით სავსე ბოთლები რო ხვდებოდათ პოლიციელებს თავში, ვერაფერს რო ვერ შვებოდნენ და უსუსურად იდგნენ, ყველა მათგანს სახეზე ეტყობოდა, რომ მგონი ესენიც 4 ოქტომბერს ელოდებიან ძვირფასო ტელემაყურებლები. მოქალაქეების ზეწოლის და ოპოზიციური არხებზე ვიდეო მასალების გაშვების შემდეგ, სამართალდამცავებმა 2 ტიტუშკა დაიჭირა, იმიტომ იძულებულები იყვნენ. ახლა ქოცები პირიქით აქციას გეგმავენ ლოზუნგით თავისუფლება, კეთილი და ყველასათვის საყვარელი მთავრობის ტყვეებს. მეორე დღეს კახი კალაძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რა რეაქცია ჰქონდა მას ტიტუშკების მიერ აქციის მონაწილეების და მათ შორის ქალების ცემაზე. ნახოთ რა კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმა. ქალი არ არის არც ერთი, რაღაცა სხვა ჯიშია. ძალიან მაღალი ზნეობის და კულტურის ადამიანია ჩვენი თბილისის მერი. ნუ შეხედეთ როგორი კულტურულად მიუგო ჟურნალისტს. სხვა ჯიში არიანო, სხვა ჯიშებიო, ხვდებით აი. ადრე სიგზე სიგანეო, მერე გამოიქანეთო. ნუ ეს კაცი მერის კამზე კი არ უნდა ხმებოდეს, ამას საერთაშორისო პოლიტიკა უნდა ებაროს. აბა რა კახი, ქალები არიან კი არა, ქალი ვიციბე ჩაკუჭით. ქალს რა უნდა აქციაზე? ჟურნალისტებმა ბევრი კითხვა დაუსვეს კახი კალაძეს, მოდით ნახოთ როგორ მოიგერია ისინი. კალაძე კრიტიკულ მედიის ჟურნალისტებს აცადეთ უკვე სისხლი მომდის ყურიდან. რა მაგრად უთხრა კახი, აი დაგლიჯა რა. აი დაგლიჯა რა, გაჩერდი რა ყური და სისხლი მომდისო. სისხლი კი არა, შეიძლება ტვინია, კახი, ტვინი მოგდის, გეყურებიდან, ჰა? მუშაობს ფილტვი. ფილტვი მუშაობს. შეგიყვარს ესეთი ხუმრობები, მაგ ჟურნალის უთხარი, ცოტა ილაპარაკოს, თორე ენა გაუოფლიანდება. აი ესეთი ამბები, აი ესეც მაგარია ჩაი დაიმახსოვრე, კახი, გამოგადგა, მოკლედ რა. აი რა ენა აქვს მართლა ამ კახის? კახისთან ერთად სუფრაზე არ უნდა დაждდეთ, თორე მშიერს დაკტოვებს, კეფიცები მშიერს დაკტოვებს. მელიქიშვილმა მომხდარ ინციდენტზე ყველაზე ორიგინალური შეფასება გააკეთა ამიერკავკასიაში უძლიერესმა პოლიტიკოსმა. რა თქმა უნდა, ნინო წილოსანა მოვისმინოთ მისი განცხადება. ეს სიმღერა გულისხმობს ყველა ქართული ოცნების დედის გინებას. დედის გინებაზე როგორ რეაგირებენ ქართველები, შეგიძლიათ იხილოთ ისტორიულად და ტრადიციულად. დედის გინებაზე როგორ რეაგირებენ ქართველები, შეგიძლიათ იხილოთ ისტორიულად და ტრადიციულადო. მართალია ნინ? დედის გინებაზე ჩვენი წინაპრების რეაქციები შეგიძლიათ ამოიკითხოთ ლეონტი მროველის ქართლის ცხოვრებაში, ძვირფასო მეგობრებო. მართლა ნინ?
და თბილისის დაარსების ისტორია თუ იცით თქვენ საერთოდ. იცით როგორ დაიწყო ყველაფერი? ვახტანგ გორგასალი გამოვიდა სასეირნოდ და უცებ გამოფრიდა თავხედი ხოხობი და თქვენი დედაო მიაძახა ამათ. და გაიქცაო და ვახტანგი დედის გინება არ უნდაო და დაადევნა რაღაცა იქი და ჩაახჭო აბანო თუბანში. ნინ ვახტანგი როგორი ფსიხი არა უშავს? მინდა შევეხო თეატრ ლუკიანის კომისიის დასკვნას. ნახოთ როგორ გამოეხმაურა ამ დასკვნას ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პროპაგანდისტული მედია. ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მედია წულუკიანის კომისიაზე. თბილისმა აღიარა ის, რასაც ჩვენ და რუსეთი 17 წელი ველოდით. ახლა არ გამოვრიცხავს სამხრეთ ოსეთმა საჩივარი შეიტანოს სასამართლოში 17 წლიანი უაზრო ლოდინის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და ღირსებიც ვიქნებით. აბა რას ვაკეთებდით ამ 13 წელი? რა 2012-ში არ შეგიძლიათ იგივე დასკვნა გამოგექვეყნებინათ? აღფრთოვანებულია სამხრეთ ოსეთის მარიონეტული მთავრობა. მადლობას უხდიან ქოცებს, როგორც იქნა აღიარეთ დანაშაულიო. ეს სიხარული ნაადრევია. ცოტა ხანში ბოდიშსაც მოგიხდით და მერე უფრო გაიხარებთ. ჩვენ ისეთი კაი მთავრობა ყავს, ეგ კი არა შეიძლება ეგ ტერიტორიები საერთოდ გაჩუქოთ. ესენი ჩვენთვის არიან მოღალატეები, თორე თქვენთვის ამაზე პატრიოტი არავინ ყავთ, რო იცოდეთ გარშემო. ქვეყანაში ხედავთ თვითფასო მეგობრებო რა ხდება და ამ ყველაფრის ფონზე გავრცელდა ხმა რომ გახარიას პარტიამ შეიძლება ბოიკოტი შეწყვიტოს და პარლამენტში შევიდოს. გახარია თუ შევიდა პარლამენტში კი მიეცემა მივიწყებას ჩორჩანას საგუშაგოს აშენების ამბავი თავის დაკარგული მილიონი კვადრატული მეტრი მიწით. თან ახლა პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ისეთი კარგი ფასებია ის სავაჭროდ. ესეთი მეტი რო არ შეიძლება. თქვენ თუ გახსოვთ გახარია რატო გადადგა? რაღაც ერთ კონკრეტულ გადაცდომაზე ვერ დავხუჭე თვალიო კაცი ამბობდა. ბატონო გიორგი ახლა რომ უკვირდები მე მგონი ჯობდა მაშინ დაგეხუჭათ თვალი. იმიტომ რომ ახლა პირდაპირ დაძინება გიწევთ. ისეთ რაღაცას აკეთებთ. პირდაპირ უნდა დაიძინოთ. ახლოვდება 4 ოქტომბერი და ქართული ოცნება გვთავაზობს უცნაურ ვერსიას. თითქოს აქციის ორგანიზატორთან თანამშრომლობენ მათი გუნდიდან წასული ადამიანები. მთავარი აქ ერთი რამე. ნახოთ როგორ მოიხსენიებენ ადამიანებს, რომლებსაც ერთდროს აღმატებული სიტყვებით აქებდნენ ხოლმე. აი იმ ხალხს როგორ მოიხსენიებენ, ნახოთ. გუნდიდან გაგდებულები ზოგიერთი ყოფილი წევრი საქართველოში რადიკალიზმს ასაზრდოებს. გუნდიდან გაგდებულებიო, ანუ სხვათა შორის ირაკლი კობახიძემ ახალი ეპიტეტი დაუმატა ყოფილ გუნდელებს. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ხაბეიშვილსო ერთ სასაცილო კაცო, ანუ ხაბეიშვილსო სასაცილო კაცო რაღაცეებს კარნახობს მეორე სასაცილო კაციო. მეორე კაციო. ეს თქვა ოცნების ყოფილ წევრზე. ნეტა ვინდი გულისხმა იმ მეორე სასაცილო კაცში. აი ეგ ძალიან მაინტერესებს. აი მოიცი უეჭველი ჩემზე ამბობს ეგ თმაფუჩე ჩაიგეთ. ბატონო ირაკლი თქვენზე ამბობს, საიდან მივხვდითო თქვენზე ამბობს? აი ეს სასაცილო სხვა ვინ იყვით? ძალიან მაინტერესებს ვიზია. უეჭველი მემგულისხმობს ეგ თავში ჩილეკა კაცი მეუნებოდა და აი მიდროზე უნდა გამიჩიჭეთ მე ვიზია. გასაგებია კი, მაგრამ შემომძანდით ბატონო ირაკლი პირდაპირ ეთერში თქვით ყველაფერი თუ სათქმელი. იყო საკიდა აქიდან რაღაც პატარა საქმე კი. ნოდარისთან რომ მოსული რაღაცა ფლეშკამაკი მოტანილი. რაღაცა ვიდეო მაქვს რაღაცა გადასაწერი. რა ვიდეო უნდა გადაწერო? ძალიან მაინტერესებს. ისეთი სკოლის ბანკეტის ვიდეო მაქვს. მაგის ვიდეო გადაწერე. საკაიქო ვიდეოა მე ყველა ნახავთ მაგ ვიდეოს მალე რა მაგეთ. ძალიან საინტერესო, ძალიან მაინტერესებს თქვენი სკოლის ბანკეტის ვიდეო. იმედია მალე იხილავს საზოგადოება. კი, უეჭვენი. ძალიან დიდი მადლობა. გაგდებულები ძირფასობები. ანუ ოცნების ჩინოვნიკები იყოფა 3-4 ნაწილად. დუხზე აგდებულები, ვისაც უანგაროთ ან იაფათ სჯერა ქოცების, მესიჯ ბოქსში ჩაგდებულები, ანუ ბობოლა ქოცები, გაგდებულები, ღარიბა და ლილუაშვილი და ღვთის ანაბარა დაგდებულები. მაგალითად ჯუანშერ ბურჭულაძე არავის არ ახსოვდა და რა ვიცი უცნაურად აგერ გაწირეს კაცი. 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები გვარწმუნებენ, რომ ამ დღეს მოხდება ქართული ოცნების მშვიდობიანი დამხობაო. გაჩნდა დიდი მოლოდინი.
ამ 4 ოქტომბრის 13 წელი დასჭირდა ხალხს იმის მისახვედრად, რომ სიტყვა დაგმობა შეეცვალა სიტყვა დამხობით. აი ეგეც ევროპის ბრალია. მაგათმა მიგვაჩვიეს ამ დაგმობებს, აღშფოთებებს, მშვიდობიან ფორმის პროტესტებს და თეატრალურ პერფორმანსებს, თორე აქამდე ამ მთავრობას დედა არ ეყოლებოდა ძვირფასო მეგობრებო. მადლობა გადაუხადეთ ისევ ევროპას და ევროკავშირს, ქართულ ოცნებამ. მადლობა. აი ყველაფერი გავიგე, მაგრამ ორი რაღაცა ვერ გავიგე. უალკოჰოლო ლუდი და მშვიდობიანი დამხობა. აი ეს ორი რაღაცა არ მესმის, მაგრამ 4-ში გავიგებ სავარაუდოდ. გავარკვევ როგორია ერთი ეს უალკოჰოლო ლუდი. 4-ში ნახოთ. როგორც იცით, ძვირფასო მეგობრებო, მე მაქვს ხოლმე ხილვები. რაღაცა ხშირად ვფიქრობ ხოლმე და აი ამ თემებზე და რაღაცა სულ მაქვს ხილვა, რომელიც სულ რა ვიცი, აი 90% ახდება ხოლმე. აი ახლაც ხო ხილვა დამეწყო. აი ეს ოქტომბერთან დაკავშირებით მაქვს ხილვები. აი მაგალითად ახლა ხედავ ქართული ოცნების ტიტუშკები გარბიან თავქუდ მოგლეჭილი. ხილვაში ვხედავ. კი, აშკარად ტიტუშკები არიან. როგორ რა ვიცი კაცო? ხელი საოხრეზე აქვს წავლებული და ისე გარბიან და აბა ტიტუშკები იქნებიან, რა მიმიქნები. აი ესეთი ხილვა მაქვს. ხედავ ცეკვის ანსამბლის ავტობუსს და მამუკა მდინარაძეს დოლით ხელში. ხედავ ირაკლი ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილს და ბორჯომის ბოთლს. ოღონდ ამჯერად ბორჯომის ბოთლი ბიძინა ივანიშვილს უჭირავს. საინტერესოა, რატო უჭირავს? ჩემს ხილვაში ასევე ვხედავ ხელისუფლების გამოგლეჯვის პროცესს. ოპოზიცია და ოცნება საქართველოს ქალაქებს თავისკენ ეკაჩება. ვხედავ ეს ქალაქები როგორ იწელება, ფართოვდება და ქვეყანა ისევ ნიკოფსიდან დარუბანდამდე იჭიმება. ამ გამოგლეჯვის და გაწელვის შემდეგ. ხედავ იუსტიციის სახლში მორბენალ ოცნების დეპუტატებს, რომლებიც პასპორტში სქესის შეცვლას ცდილობენ სახმელეთო საზღვრის კვეთის დროს, რომ ვერავინ იცნოს, მაგრამ ამის საშუალებას ირაკლი კობახიძე არ აძლევს. აი ამიტომ ვერ მოგვერევიან ძვირფასო მეგობრებო, აი ამიტომ გავიმარჯვებთ, აი ჩემი ხილვებს თუ დაუჯერეთ. აი ეს არის, ეს აუცილებლად ეს ხილვები ყოველთვის მართლდება ამიტომ. არ ვიცი ეს 4 ოქტომბრის მერე რა იქნება, როგორ იქნება, რა იქნება, მაგრამ 4 ოქტომბრის მერე რომ 5 ოქტომბერი იქნება, ეგ უეჭველი ვიცი, დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ შოუს უნდა აფორმებდეს ბენდი თამუნალე კვეიშვილის ხელმძღვანელი. იმედია მალე გააფორმებს ძვირფასო მეგობრებო. მადლობა. გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.